დღევანდელი დღის თემა. იაკობის მოდგმა. 17 წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ წყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან ერთად. კვლავაც მსურს ჩვეულებრივ ტრაპეზთან მოგიხმოთ და ადრე ნათქვამის თანმიმდევრობით გაგრძელება და წერილის ამჟამინდელი საკითხავიდან სულიერი საზრდო შემოგთავაზოთ. დღეს საკითხული კი იმისთვის იკმარებს, რომ თქვენ ყველას გასწავლოთ, რამდენად მავნებელია შური და ამ დამღუპელმა ვნებამ როგორ გამოაჩინა მთელი თავისი ძალა და თვით ნათესაობაზეც კი გავრცელდა. მაგრამ თანმიმდევრული საუბრისთვის საკითხავის დასაწყის უნდა შევეხოთ. ამბობს წერილი იაკობის მოდგმა. დააკვირდი, ეს საკვირველი წინასწარმეტყველი მოსე დასაწყისში როგორ აღგვითქვამს, რომ იაკობის შთამომავლობაზე გვესაუბრება და უეცრად მისი ძის ისტორიის თხრობას კი იწყებს. მას შემდეგ რაც თქვა, იაკობის მოდგმა და ამ ნათქვამის შესაფერისი იაკობისაგან შობილი შვილების და მათგან შობილი შვილების ამბავი მიატოვა, როგორც ეს თავის დროზე ესავთან დაკავშირებით მოხდა იგი, მაშინათვე იოსებზე ალაპარაკდა ყმაწვილზე, რომელიც თითქმის ყველა ძმაზე უმცროსი იყო და გვითხრა. 17 წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ წყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან ერთად. რისთვის ახსენებს იგი ასაკს? იმისთვის, რომ სიყმაწვილე სათნოებას სრულიადაც არ ეღობება, რომ სრულად გვაჩვენოს ყმაწვილის მორჩილება მამისადმი, ძმებისადმი მისი განწყობაც და მათი სისასტიკეც, რაც იმით გამჟღავნდა, რომ მიუხედავად მათ და მის კეთილი განწყობისა, მიუხედავად მისი ასაკისა, რასაც თანაგრძნობა უნდა გამოეწვია, მათ ძმური სიყვარული ვერ შეინარჩუნეს. იმთავითვე, მასში სათნოებებისადმი მიდრეკილება და მისდამი მამის სიყვარული რომ დაინახეს, შეშურდათ მისი. ნათქვამია. ცუდი ამბები მიჰქონდათ მასზე მამასთან. შეხე, როგორი ბოროტებაა? ისინი განიზრახავენ, რომ მამის სიყვარულით შეარყიონ და ძმაზედაც იმგვარ რამეებს იგონებენ, რაც სინამდვილეში არ ყოფილა. ამით კი მხოლოდ ის მოახერხეს, რომ თავიანთი შური გამოააშკარავეს. იმის დასამტკიცებლად, რომ მათ მხოლოდ თავიანთი ბოროტი განზრახვის გამომზეურებას მიაღწიეს, ნახე რა მოხდა. მათი ცილისწამების შემდეგაც კი მამას უყვარს შვილი და დანარჩენ ძმებს ურჩევია იგი. სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, ამბობს წერილი, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. შეუკერა მას ჭრელი კვართი. რას ნიშნავს? სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. რაკიღა იოსები ბოლოს სიბერეში დაიბადა, ამიტომ მას იგი დანარჩენებზე მეტად უყვარდაო. მართლაც, რადგანაც სიბერეში შვილი უფრო სანატრელია ხოლმე, მშობლების უმეტეს სიყვარულსაც მოიპოვებენ ნაბოლარები. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიფიქროთ, თითქოს განსაკუთრებული სიყვარული იოსებმა მხოლოდ ამის გამო მიიღო, წმინდა წერილი გვეუბნება, რომ იოსების შემდეგ მას კიდევ ერთი ძე შეეძინა. ამ შემთხვევაში სიყვარული, რომ მხოლოდ ბუნებითი თანმიმდევრობით ყოფილიყო ნაკარნახევი, უკანასკნელი ძე, კიდევ უფრო საყვარელი შეიქმნებოდა მისთვის. რადგანაც იგი ნამდვილად მისი სიბერის ძე იყო და მაშინ დაიბადა, როდესაც მართლმა სიცოცხლის უკანასკნელ ხანას მიაღწია. მას რაღა გვეთქმის? ის რომ ზეგარდამო მადლი მამას განსაკუთრებულად აყვარებდა თავის ყმაწვილ ძეს და მისი სულიერი სათნოებები ამაღლებდა მას ძმათა წინაშე. ხოლო ის მიზეზი, რასაც წმინდა წერილი მოიხმობს, უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო, იმისთვისაა, რომ ძმების შური არ გაძლიერდეს აზრი ასეთია. იაკობს იოსები სხვებზე მეტად მისი განსაკუთრებული სულიერი თვისებების გამო უყვარდა, მაგრამ ამ მიზეზს არ ამჟღავნებდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ იოსებს უპირატესობას ანიჭებდა მხოლოდ იმის გამო, რაკიღა იგი მისი სიბერის ძე იყო. სინამდვილეში იაკობს ეშინოდა, რომ იოსებისადმი ძმების შურს გააძლიერებდა იმის მიხედვით, რომ იოსები სულიერად აღემატებოდა მათ და ამიტომ თავისთავად იმსახურებდა მათზე უფრო მეტ სიყვარულს. შური ეს სახიფათო ვნებაა, როდესაც ის სულს დაეუფლება, მანამ არ დატოვებს, ვიდრე უკიდურეს უგუნურებამდე არ მიიყვანს. როდესაც დაასნებოვნებს სულს, რომელშიც იშობა იგი, მაშინვე იმას, ვის წინააღმდეგაც განაწყობს, სულ სხვაგვარად წარმოუდგენს და არა ისე, როგორც სინამდვილეშია. აჩვენებს გაცილებით სახელგანთქმულს, განდიდებულსა და ცნობილს. ეს უკვე ახალი უმძიმესი დარტყმა ამ მოშურნისათვის. ნახე აქ. ეს საკვირველი ყმაწვილი, რომელმაც არ იცის თუ რა ხდება ძმებს შორის, ძმურად მიმართავს მათ, თანაც ისე თითქოს ერთი დედისგან იყვნენ ნაშობნი. იგი ყველაფერში ენდობა მათ და დიდი უბრალოებით ელაპარაკება. ისინი კი შურით გატაცებულნი მისდამი სიძულვილამდე მიდიან. დაინახეს ძმებმა. ნათქვამია, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად. ნახე, რამდენად შეიძულებენ მას, ვისაც არაფერი უწყენინებია მათთვის, რომ ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად. რას ნიშნავს? ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად. რადგანაც ვნებამ მოიცვა ძმები, სიძულვილი ყოველდღიურად იზრდებოდა და ისინი, როგორც ამ ვნებით დატყვევებულ დამონებულნი ცბიერად ეპყრობოდნენ და მასთან მშვიდად ლაპარაკსაც კი ვერ ახერხებდნენ. და ნახეთ, რომ თავად წერილი გვატყობინებს სიძულვილის ძირს და გვეუბნება, რომ ის შურმა შვა. დაინახეს ძმებმა, ნათქვამია, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას. მამის სიყვარულმა იოსებისადმი შური დაბადა, მაგრამ ამ სიყვარულს ყმაწვილი თავისი სათნოებებით იმსახურებდა.
სწორედ ამაში უნდა შეჯიბრებოდნენ ისინი ძმას, მისი ზნისათვის მიებაძათ, რომ თავადაც მამის სიყვარული მოეპოვებინათ. მაგრამ ეს აზრადაც არ მოსვლიათ. პირიქით, მამის საყვარელი ძმისადმი შეთანხმებულ სიძულვილს ამჟღავნებდნენ. ტრებივით შინაგანი ბოროტებით გამსჭვალულები მასთან მშვიდად ლაპარაკსაც კი ვერ ახერხებდნენ. ეს საოცარი ყმაწვილი კი მათ და ძმურ სიყვარულს ინარჩუნებდა, ვერაფერს ხვდებოდა, ენდობოდა მათ როგორც ძმობის წესია და რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა მათთვის. სწორედ ამ ვნებამ თავის დროზე ძმის მკვლელობამდე მიიყვანა კაინი. როგორც იოსების ძმებმა, მისდამი მამის სიყვარულის გამო შეიძულეს იგი. მის წინააღმდეგ ბოროტი განიზრახეს და ყოველდღიურად მზად იყვნენ მის მოსაკლავად. ასევე კაინმაც იმისთვის, რომ ძმის ძღვენი მეტად მოიწონა ღმერთმა ვიდრე მისი, გადაწყვიტა ძმა მოეკლა და უთხრა მას: "გავიდეთ ველზე." ხედავ, რომ ესეც აბელი სრულიად დაუეჭვებლად ბოლომდე ძმაზე მინდობილი მიჰყვება მას და სრულიად მოულოდნელად დანაშაულებრივად აღმართული ხელის მსხვერპლი ხდება. ასევე საკვირველი იოსები, რადგანაც ძმების ბოროტი განზრახვის შესახებ არა იცის რა, ისე ექცევა მათ, როგორც ძმას შეშვენის და უამბობს თავის სიზმარს, რომლის მიხედვითაც ღმერთმა მას სამომავლო განდიდება და მისდამი ძმების მორჩილება აღუთქვა. და ეს სიზმრა იოსებს სიზმარი ამბობს წერილი და უამბო თავის ძმებს და კიდევ უფრო შეიძულეს იგი ძმებმა. უთხრა მათ: მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მე სიზმრა. აჰა, ძნებს ვკონავთ შუაგულ ყანაში. აჰა, წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა. გარშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანისცეს ჩემს ძნას. უთხრა ეს ძმებმა: ნუ თუ ჩვენზე იმეფებ, ნუ თუ პატრონად გაგვიხდები? და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრისა და მისი სიტყვების გამო. რომ არ ვიფიქროთ, რომ მტრობა მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიდეს გულში, მისდამი ძმების სიძულვილის შესახებ, სწორედ ამის გამო გვაუწყა წერილმა იმ თავითვე. კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი. ანუ მისდამი სიძულვილი და მტრობა კიდევ უფრო გაიზარდა მათ შორის. და ნახე, რა უკიდურესი სიბრმავეა, მათ თავად განმარტეს იოსების სიზმარი. იმას ვერ ვიტყვით, რომ მათ იმის გამო შეიძულეს ძმა, რომ არ იცოდნენ რა ელოდა მას მომავალში. პირიქით, მათი სიძულვილი სწორედ სიზმრის მიერ მომავლის შეცნობამ გააძლიერა. უდიდესი უგუნურებაა, როდესაც ეს შეიტყვეს, მით უფრო კეთილად უნდა განწყობილიყვნენ მისდამი. გულიდან სიძულვილის ფესვი აღმოეფხრათ და შურის მოსვრა ეცადათ. მაგრამ აზროვნება დაებინდათ და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი, თანაც ვერ ამჩნევდნენ, რომ ამით მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. საწოდავებო, საბრალოებო, ამისთანა სიძულვილს რაღაც ავლენთ, როდესაც იცით მისი ბუნება და ისიც, რომ სიზმრისეული გამოცხადებით იოსებისადმი ღვთის აშკარა კეთილინება გაცხადდა, ნუ გგონიათ, რომ იმას შეცვლით, რაც მისთვის თავად ღვთისაგანაა ნაუწყები. სიზმარი სწორედ ისე ახდება, როგორც თავად თქვენ განმარტეთ, მიუხედავად იმისა, რომ 1000 გვარი დაბრკოლება მოიფიქრეთ. კეთილხელოვანი და ბრძენი, ყოველთა მეუფე თავისი ძლიერების გაცხადებისას ხშირად მრავალ დაბრკოლებას ქმნის იმისთვის, რომ როდესაც განზრახვას აღასრულებს, სრულად წარმოაჩინოს თავისი ძლიერება. მაგრამ ასე იცის შურმა, მას ამის გააზრება ოდნავადაც არ შეუძლია. მისდამი სრულად დამონებული ადამიანი ყველაფერს თავისი ხსნის საწინააღმდეგოდ აკეთებს. და ამათაც სიზმრის განმარტების შედეგად კიდევ უფრო შეიძულეს იგი. საკვირველმა იოსებმა კი, როდესაც კიდევ ერთი სიზმარი ნახა, მარტო ძმებს კი არა, მამასაც უამბო ის: აჰა, მზედა მთვარე და 11 ვარსკვლავი მცემენ თაყვანს. ამბობს იგი და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა: რა არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუ თუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ. შემოსწმნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი. მამა, რომელმაც იცის ძმების მისდამის სიძულვილი, საყვედურობს მას. მაგრამ თავად რა კიღას წვდება სიზმრის არს და ხვდება, რომ ეს საღვთო გამოცხადება ყურადღებას მიაპყრობს მონაყოლს. ძმები კი ასე არ იქცევიან. მაშ რა, მათ კიდევ უფრო მეტად იპყრობთ შური. რად იქცევით ეშმაკეულებივით და შეშლილებივით? ნუ თუ ვერ ხედავთ, რომ სიზმარი შემთხვევით და ტყუილ უბრალოდ არ განმეორებულა, არამედ თქვენს დასარწმუნებლად, რომ სრულად ახდება წინაუწყებული. რომ არ უნდა მოკლათ ძმა და იმაზე დაფიქრდეთ, რომ სრულიად შეუძლებელი რამ ჩაიფიქრეთ. თქვენ ძმის თვისებები და აზრები უნდა გაგეთავისებინათ და თქვენი დიდების სანაცვლოდ მისი მომავალი განდიდებისთვის მიგეგოთ პატივი. მაგრამ თუ ამაზე დაფიქრებაც კი არ გსურდათ, იმას მაინც უნდა მიმხვდარიყავით, რომ ძმის წინააღმდეგ კი არ იყო თქვენი მტრობა მიმართული, არამედ თავად ღმერთის, რომელმაც უკვე გააცხადა იოსების დიდება. მაგრამ ისინი იაკობის ძეები, როგორც უკვე აღვნიშნე, თავად ბუნების წინაშეც კი არ ირცხვენენ და ზეგარდამო ნებას ყურად არ იღებენ. დღითიდღე ძლიერდება მათი სიძულვილი და საკუთარ თავში ცეცხლს აღვივებენ. ამასთან არც მამა და არც ყმაწვილი არც ეჭობენ და არც ვარაუდობენ, რომ მათ ასეთ სისასტიკემდე შეუძლიათ დაშვება. ამიტომ იყო, რომ როდესაც ძმები ფარის მისახედად გაემგზავრნენ, მამამ უთხრა იოსებს: სვიქემში არ მწყემსავენ შენი ძმები? მოდი, გამეგზავნე მათთან. მანაც მიუგო: კარგი ბატონო, ხედავ როგორ უყვარს მამას შვილები. ხედავ რა გამგონია შვილი. და უთხრა მას ისრაელმა: წადი, გაიგე, როგორ არიან შენი ძმები, როგორ არის ფარა,
და მომიტანი ამბავი. ეს ყოველივე იმისთვის მოხდა, რომ ძმებისადმი იოსების დამოკიდებულებაც გამომჟღავნებულიყო და მათი მკვლელობის განზრახვაც. ამასთან მომავალის ხატებაცაა ნაგულისხმები. ამ მოვლენებში, როგორც ბინდბუნდში წინა გამოისახება სახარებისეულ მოვლენათა ჭეშმარიტება. როგორც იოსები მივიდა ძმებთან, მათ კი არც ძმობას მიხედეს, არც მისი მისვლის მიზეზს, ჯერ მისი მოკლა მოინდომეს, შემდეგ კი უცხოტომელებს გადასცეს. ასევე უფალი ჩვენი კაცთმოყვარებით მოვიდა კაცთა მოდგმასთან. ჩვენთვის ჩვეული ხორცი შეიმოსა და კეთილად ინება, რომ ჩვენი მოძმე გამხდარიყო. სწორედ ამას შესახებს პავლე, როდესაც ამბობს: რამე თუ არასადაით ანგელოსთაით იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. ამისთვის ჯერ იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაი. მაგრამ უმადურმა იუდეველებმა იზრახეს მოკლას სულისა და ხორცის მკურნალისა, ვინც ყოველდღიურად აურაცხელ სასწაულს აღასრულებდა და შეასრულეს კიდეც ეს განზრახვა. ჯვარს აცვეს იგი, ვინც ჩვენი ცხონებისათვის მონის ხატის მიღება ინება. მაგრამ იუდეველებმა ჯვარცმისთვის გადასცეს უფალი და შეასრულეს კიდეც განზრახვა. იოსების ძმები კი თუმცაღა განიზრახავდნენ, მაგრამ საქმე არ დაუბოლოებიათ. ხატი გამოსახად ჭეშმარიტებას საკუთარ თავში მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს. სხვაგვარად ხომ მომავლის ხატი ვერ იქნებოდა. ამიტომ აქ მომავალი ჩრდილივით გამოისახება. მაგრამ ნახე საკვირველება. ძმებმა არ მოკლეს იგი, არამედ გაყიდეს და მამას თիկნის სისხლში ამოსვლილი მისი ტანისამოსი მიუტანეს, ცდილობდნენ მის დარწმუნებას, თითქოს ის დაგლეჯილი იყო. ხედავ, რომ ეს ყოველივე ისე კეთდება, რომ საგანთა ერთი ხატება ჩანდეს და ჭეშმარიტება ზედმიწევნით დაიცვას. მაგრამ კვლავ თანამიმდევრულ თხრობას დაუბრუნდეთ. ნათქვამია: გაგზავნა მამამისმა და ისიც მივიდა სვიქემში. იპოვა იგი მინდორში ვიღაც კაცმა გზააბნეული და ჰკითხა იმ კაცმა: რას ეძებ? ძმებს ვეძებ. მიმასწავლე, სად მწყემსავენ? ნახე, რა მზრუნველობით ეძებს იგი თავის ძმებს, შრომობს, თავს არიზოგავს, მათ სანახავად ყველაფერს აკეთებს. უთხრა იმ კაცმა ყური მოუკარი, ამბობდნენ: დოთაიმს წავიდეთო. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაიმს მიაგნო მათ. შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკლა. ასევე ღვთის კეთილგამზრახვალ სიბრძნეს ჩასვდი. ისინი იოსების მოკლას აპირებდნენ. ხოლო იგი, ვინც ყოველივეს განაგებს, 1000 დაბრკოლებას დაუშვებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განადიდოს თავისი მოღვაწე, მაშინ, როდესაც მისი სიზმარი ახდება. შორიდან მოჰკრეს მას თვალი. ნათქვამია და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკლა. უთხრეს ერთმანეთს: შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე. ახლა მოდი მოვკლათ და სადმე ჭაში ჩავაგდოთ. თქვა თვითონ ნადირმა შეჭამა. მაშინ ნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები. ხედავ, რომ ისინი სიზმრების ახდენის შიშით კლავენ მას, მაგრამ მათ უნდა ესწავლათ, რომ შეუძლებელია არ შესრულდეს თავად ღვთისაგან წინასწარ ნაუწყები. ისინი ბჭობენ, განიზრახავენ, ყოველმხრივ ამჟღავნებენ თავიანთ ბოროტებას. ხოლო ყოვლადბრძენი და კეთილმზრახველი ღმერთი ისე აწყობს ყოველივეს, რომ თავად ბოროტმზრახველებიც კი მომავალი მოვლენების ხელშემწყობად აქციოს. როდესაც ისინი მკვლელობაზე შეთანხმდნენ და განზრახვით უკვე აღასრულეს კიდეც დანაშაული, ნათქვამია: ეს რომ მოისმინა რეუბენმა, იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ მოვკლავთ. უთხრა მათ რეუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ ჭაა, იქ ჩააგდეთ. ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ, რომ ეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა. ნახეთ, ესეც კი ვერ ბედავს, რომ ძმა აშკარად გამოსტაცოს ხელიდან. ხოლოდ იმას ცდილობს, რომ მკვლელობის სურვილი დროებით შეაყოვნოს და ამბობს: ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ ჭაა, იქ ჩააგდეთ. რეუბენის მოქმედების ასახსნელად წმინდა წერილი ამბობს, რომ მან ეს გააკეთა, რათა ეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა. იმ დროს, როცა ისინი ამაზე ბჭობდნენ, იოსები ჯერაც არ იყო მათთან. მათი საუბრის დასრულების შემდეგ კი ნათქვამია: როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, წესით ისინი ძმას უნდა შეგებებოდნენ, გულში ჩაეკრათ და მამის დანაბარები ეკითხათ. ისინი კი ისე ესხმიან თავს, როგორც მძვინვარე მხეცები კრავს. შემოაძარცვეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა. აიღეს და ჭაში ჩააგდეს იოსები. ცარიელი იყო ჭა, წყალი არ იდგა. როგორც რეუბენმა ურჩია, სწორედ ისე მოიქცნენ. ჩააგდეს იგი და დასხდნენ პურის საჭმელად. ჰოი, სისასტიკე! ჰოი, არა ადამიანურობა! მან ამისთანა გრძელი გზა გამოიარა, ასეთი მზრუნველობით ეძებდა მათ, რომ ენახა და მამისათვის მათი ამბავი მიეტანა. ისინი კი ბარბაროსებივით და ველურებივით რეუბენის რჩევას იღებენ და გადაწყვეტენ, რომ სისხლი კი არ დაღვარონ, შიმშილით მოკლან იგი. მაგრამ კაცთა მოყვარე ღმერთი მალე იხსნის მას ძმების მძვინვარებისაგან. წმინდა წერილი ამბობს: დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს ეგვიპტისაკენ მიმავალი ისმაიტელთა ქარავანი და უთხრა იუდამ ძმებს: რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკლა და მისი სისხლის დაფარვა? მოდი, მივყიდოთ ისმაიტელებს. ხელს ნუ ვახლებთ, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი. დააკვირდი. როგორც ადრე რეუბენმა უფრო ნაკლები ბოროტებით უმეტეს მოუღო ბოლო, ისე ამჯერად იუდა ურჩევს მათ ძმის გაყიდვას, რათა სიკვდილს გადაარჩინოს იგი. ყველაფერი იმისთვის მოხდა ასე, რომ თავად მათ უნებურად აღსრულებულიყო საღვთო წინასწარმეტყველება
და რომ იოსების ძმები ღვთის განგებულების მსახურად ქცეულიყვნენ. იუდას რჩევით ძმებმა ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაიტელებს 20 ვერცხლად. რა დანაშაულებრივი გაცვალა, რა დამღუპველი ანგარებაა, რა ურჯულო გაყიდვაა. თქვენ გადაწყვიტეთ რომ გაგეყიდათ იგი, ვინც სისხლის მიერადაა დაკავშირებული თქვენთან. იგი, ვინც ასე ძლიერად უყვარს მამას, ვინც თქვენს სანახავად მოვიდა, ვისაც არც მცირედ და არც დიდად არასოდეს არაფერი უწყენინებია თქვენთვის. და მიჰყიდეთ იგი ეგვიპტისაკენ მიმავალ ბარბაროსებს. ეს რანაირი სიშლეგეა, ეს რანაირი სიძულვილია, ეს რანაირი შურია. თუ მისი სიზმრების ახდენა გაშინებთ და ამიტომ იქცევით ასე, შეუძლებელს როგორ შეძლებთ და თქვენი ქმედებით როგორ დაამარცხებთ ღმერთს, ვინც მომავალი აუწყა მას. ხოლო თუ სიზმრებს არად აგდებთ და მონაჩმახად თვლით, მაშ რაღაცად ირცხვენთ თავს სამუდამოდ და მამას უსასრულო მწუხარებისთვის წირავთ, მაგრამ ვაი შენ და ვნების ძლიერებავ, ან უпростоრად სისხლით შესრულო გამბედაობავ. როდესაც ვინმე უკანონო საქმეს წამოიწყებს და ურჯულო ზრახვებში გაეხვევა, ის უკვე ვეღარ ამჩნევს თავის წინაშე მიურულებელ თვალს, არც თავად ბუნების წინაშე ირცხვენს და არც სხვა რამის, რამაც შეიძლება მასში თანაგრძნობა გამოიწვიოს. სწორედ ეს დაემართათ ამათ. მათ არც იმაზე უფიქრიათ, რომ იოსები ძმა არის მათი, არც იმაზე, რომ სრულიად ახალგაზრდაა იგი, არც იმაზე, რომ ასე ძვირფასია მამისთვის, არც იმაზე, რომ მას არასოდეს უცხოვრია უცხო მიწაზე, უცხო ტომელთა შორის და ახლა ასეთ ქვეყანაში უნდა წავიდეს და იქ ბარბაროსთა შორის იცხოვროს. მათ ყოველგვარი საღი აზრი უარყვეს და მხოლოდ ერთზე ფიქრობდნენ, რომ როგორც ჩაიფიქრეს, სრულად დაეკმაყოფილებინათ შურის გრძნობა. ისინი ნებით იქცნენ ძმის მკვლელებად. ეს ტანჯული კი ყოველივეს დიდსულოვნად ითმენდა. მარჯვენა მაღლისა იცავდა მას და ტანჯვა მოთმინებითა და სიმსუბუქით გადაჰქონდა. ასეა. როდესაც ზეგარდამო ნება გვიფარავს, შესაძლებელია ბარბაროსთა შორის და უცხო მიწაზეც კი იმათზე უკეთესად ვცხოვრობდეთ, ვინც საკუთარ სახლში ცხოვრობს და ყოველგვარი მომსახურებით ტკბება. და პირიქით, თუნდაც შინ ვიყოთ და ერთი შეხედვით სრული სიმშვიდით ვტკბებოდეთ, ზეგარდამოს შეწევნას მოკლებულნი, მაინც ყველაზე უბედურები ვიქნებით. დიდია სათნოებების ძალა და ცოდვის უძლურება და ამას ამჟამინდელი თხრობა განსაკუთრებულად კარგად აჩვენებს. მითხარი, ვინ მიგაჩნია უფრო საცოდავად და ვაების ღირსად? ისინი, ვინც ძმას ასეთი ბოროტება შეამთხვიეს, თუ იგი, ვინც უცხოტომელთა მონობისათვის გაიყიდა? რა თქმა უნდა ისინი. წარმოიდგინე, რომ ეს საკვირველი ყმაწვილი მსახურების გარემოცვაში და მამის სიყვარულით სავსე რომ იყო ყოველთვის, მოულოდნელად იძულებულია უმძიმესი მონობა აიტანოს და თანაც ველურ ადამიანთა შორის მხეცებს რომ არაფრით ჯობიან. მაგრამ ყოველთა მეუფემ ეს ადამიანებიც დაამშვიდა და მასაც უდიდესი მოთმინების ძალა მიანიჭა. მას შემდეგ რაც ძმა გაყიდეს, იოსების ძმები აღმოჩნდნენ იმ ადამიანთა მდგომარეობაში, ვინც მიზანს მიაღწიეს, რადგანაც საძულველი ძმა მოიშორეს თავიდან. მიბრუნდა რეუბენი ჭასთან ამბობს წერილი ხედავს, აღარაა ჭაში იოსები და შემოიხია სამოსელი რეუბენმა, მიუბრუნდა ძმებს და უთხრა: აღარ სადაა ბავშვი, რა უქნა ახლა, სად წავიდე? წმინდა წერილმა ადრევე გვითხრა, რომ რეუბენმა ძმებს შესთავაზა იოსები ჭაში ჩავაგდოთო, თუმცა განიზრახა, რომ ძმის კვლელთა ხელიდან ეხსნა იგი და მამისთვის დაებრუნებინა. ახლა კი, როდესაც რეუბენი ხედავს, რომ მიზანს ვერ მიაღწია, ტანისამოს დაიპობს და ამბობს: აღარ სადაა ბავშვი, რა უქნა ახლა, სად წავიდე? თავის გასამართლებლად, რას ვეტყვით მამას. განსაკუთრებით კი მე, ყველაზე უფროსად რომ ვითვლები, მას ეგონა რომ იოსები მოკლეს. მაგრამ რადგანაც სურვილი უკვე აისრულეს და საძულველი ძმა უცხო ქვეყანაში გაგზავნეს, მათი ვნება დაკმაყოფილდა. ახლა კი 1000 გვარი საშუალების მოფიქრება დაიწყეს, რომ როგორმე მამა მოეტყეობინათ და შეთქმული დანაშაული დაეფარათ. ნათქვამია დაკლეს თიკანი, სისხლით მოსვარეს იოსების ტანსაცმელი, მიუტანეს მამას და უთხრეს: ვიპოვეთ. ნახე, არის თუ არა ეს შენი შვილის კვართი? თავს რა დიტყუებთ, უგუნურნო. იქნებ მამის გაცურება შეძელით, მაგრამ როგორ დაემალებით იმ მიურულებელ თვალს, რომელსაც წესით ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეთ. მაგრამ ასეთია ადამიანური ბუნება, განსაკუთრებით კი ასეთია ბევრი ადამიანის დაუდევრობა. მათ ადამიანთა წინაშე და ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში უფრო მეტად ეშინიათ და რცხვენიათ და მომავალ საშინელ სამსჯავროზე და დაუსრულებელ აუტანელ სატანჯველზე არ ფიქრობენ. ისინი მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ კაცთა ყვედრება აიცილონ. ესენიც ასე ფიქრობდნენ და იმიტომ გადაწყვიტეს მამის მოტყუება. იცნო, ნათქვამია მამამ სამოსი და თქვა: ჩემი შვილის კვართია. ნადირს შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები. და ჭეშმარიტად ის მართლაც მწარედ მოიწყლა მათგან ისე როგორც მხეცებისაგან. ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და მრავალი დღის განმავლობაში გლოვობდა შვილს. და რა მწარე გლოვას იმსახურებენ ესენი, არა მარტო იმის გამო, რომ ძმა უცხო მიწაზე გაყიდეს, არამედ იმიტომაც, რომ უკვე ღრმად მოხუცებული მამა ასეთ მწუხარებას აზიარეს. ანუ გეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: გლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში. დასტიროდა მას მამამისი. ფიქრობ, რომ ესეც მათთვის ახალ დარტყმად იქცა.
იმის დანახვაზე, რამდენად ძლიერ სიყვარულს გამოხატავდა მამა იმისადმი, ვისაც მხეცთაგან დაგლეჯილად თვლიდა, ძმები უფრო მეტი მოშურნეობით აენთნენ. მაგრამ ისინი ძმისა და მამისადმი ასეთი სისასტიკის გამოისობით არანაირ შენდობას არ იმსახურებენ. რაც შეეხება მადიამელ ვაჭრებს, ისინი თავის მხრივ საღვთო განგებულების აღსრულების იარაღად იქცნენ. მათ იოსები ფარაონის ქონდაქართუხუცეს პეტეფრეს მიჰყიდეს. ხედავ, რომ იოსები თანდათანობით წინ მიდის, ყველაფერში წინდახედულებასა და სათნოებებს ამჟღავნებს, რომ სიმხნით მებრძოლი მეომრის მსგავსად შეიმკოს სამეფო გვირგვინი და მისი სიზმრების აღსრულებამ ყველა საქმით დაანახოს, რომ საკუთარმა მზაკვრობამ არ აარგო რა მათ. ასეთია სათნოებათა ძალა, თვით დევნის შედეგადაც კი უმაღლესი დიდება მოაქვს. ჭეშმარიტად, უფრო ძლიერი, უფრო დიდი სათნოება არ არსებობს, არა იმის გამო, რომ მას თავისთავად აქვს ამის უნარი, არამედ იმიტომ, რომ მის მომხვეჭელს ღმერთი შეეწევა. ასეთი შეწევნითა და ასეთი თანამოქმედებით კი ის ყველაზე ძლიერია, ის უძლეველია. მას არა მარტო ადამიანური ცილისწამება ვერ ავნებს ვერაფერს, არამედ თვით ეშმაკის სასჯელიც კი. ახლა, რა კიღა ეს ვიცით, ბოროტ სატანჯველს კი არა ბოროტი საქმეების კეთებას ვერიდოთ. სინამდვილეში ბოროტი სატანჯველი სწორედ რომ ბოროტი საქმეებია. ვინც მოყვას ბოროტებას უპირებს, ამით ვერაფერს ავნებს. და თუ კი რაღაცნაირად მაინც ავნებს, მხოლოდ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, საკუთარი თავისთვის კი დაუსრულებელ სასჯელს, აუტანელ სატანჯველს იმზადებს. ამას სხვაგვარად ვერ ავირიდებთ, თუ საკუთარ თავს არ განვაწყობთ იმისთვის, რომ ყოველგვარ ბოროტებას მომზადებულები შევხვდეთ და უფლის სწავლებისაებრ ჩვენთვის ბოროტის მოქმედთათვის ვილოცოთ. ამით უდიდეს ჯილდოს მოვიმზადებთ და ვეღირსებით ზეციურ სამეფოს, რომელიც დავიმკვიდროთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა, წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.